ზაფხულის საფესტივალო სეზონზე თბილისში კიდევ ერთი სამდღიანი და უკვე ტრადიციული ფესტივალი მზიური ჩატარდა. ფესტივალი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელიც ღიაცის ქვეშ ტარდება და ხელოვნების ერთდროულად რამდენიმე მიმართულების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების დემონსტრირებას ემსახურება. მზიურში ჩატარებულ ფესტივალ მზიურს 5 წლიანი ისტორია აქვს. მართალია გასულ წელს ორგანიზატორებმა მისი ჩატარება ვერ მოახერხეს, რის მიზეზადაც ცუდი ამინდები სახელდება, თუმცა ამ ხრივ წელს მათ ნამდვილად გაუმართლათ. რადგან სამი დღის განმავლობაში მზიურში ჩატვირთული ფესტივალი კარგი ამინდის, უამრავი მაყურებლისა და მსმენელის ფონზე მიმდინარეობდა. წელს საორგანიზაციო კომიტეტს ჟურნალი ანა ბეჭდით შეუერთდა. ანა ბეჭდი წელს არის უკვე თანაორგანიზატორი და ვარ ამით ძალიან ბედნიერი, თუ თავის დროზე მეც დავდიოდი გასაშუქებას მზიურის ფესტივალის და სულ ვფიქრობდი რა კარგი იქნება რომ ვიყო მეც ორგანიზატორი და მომეცა წელს საშუალება რომ ვიყო ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის ორგანიზატორი. არაჩვეულებრივი კი არ ვაქებ, უბრალოდ ვაქებ იმ ხალხს, ვინც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარა ამ ფესტივალს. ანუ ლევან მაჭარაშვილს, ნიკა შველიძეს, ირაკლი ჩხიკვაძეს, რა ვიცი, სანდუთაყაშვილს, ბევრ ადამიანს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ალბათ წელს ისევე როგორც ყოველთვის აღმოჩნდებიან ახალი სახეები, ახალი სახელები და მარტო ჩვენ კი არა ვართ ამის ორგანიზატორები. ეს ფესტივალი დამეხმარება მე იმაში, რომ აღმოვაჩინო ის ხალხი, ვინც შემდეგში ჟურნალში უნდა გავაცნო საზოგადოებას. მზიურს არც წელს უღალატია კარგად ნაცნობი განრიგისთვის და საფესტივალო პროგრამა, როგორც ლიტერატურულ, პოეტური, ისე მუსიკალურ, კინემატოგრაფიული საღამოებით დატვირთა. ამას დაემატა ფოტო და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და უკვე სამარკოდ ქცეული ხატვის ღიაცის ქვეშა ცერემონიალი, რომელიც მაყურებელსა და დამთვალიერებელს ყველაზე მეტად ხიბლავს და ართობს. ლაღი ფესტივალია, ეს არ არის რაღაც დაკანონებულ ჩარჩოებში ჩამჯდარი. ეს ჩვეულებრივი ადამიანების ისეთი სიახლოვეა და ისეთი ინტიმია ღიაცის ქვეშ თბილისში, სადაც ნებისმიერ გამრევლ შეუძლია ჩამოვიდეს და ნახოს ის, რაც მას სურს რომ ნახოს. ეს ფესტივალი ძალიან კარგია. შვენიერია თან ასეთ დროს, როცა უკვე გიხარია გარეთ გამოსვლა და ბუნებაც გიწყობს ხელს, თავისთავად პოეტური გარემო რო იქმნება ამ შვენიერ მართლაც პოეტურ გარემოში ძალიან კარგია და კარგია რომ ეს ტრადიცია არ იკარგება და მედი მაქვს რომ მომავალშიც გაგზავდება. ეს რამდენიმე დღიანია და ვფიქრობ რომ ალბათ მსმენელი მუსიკის, ლიტერატურის და ნახატების თქვა დამთვალიერებელი არ მოაკლდება ამ ფესტივალს ამ დღეებში. 3 დღის განმავლობაში ტრადიციულად დღის ბოლოს მსმენელი ქართულ ჯგუფებსაც უსმენდა. იმ ჯგუფებს, რომლებსაც მსგავსი ტიპის ფესტივალებზე გამოსვლის აშკარად დიდი გამოცდილება აქვთ. ცნობილი იყო ისიც, რომ წელს მზიურზე ქართველების გარდა რუსი მუსიკოსებიც უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა ამჯერად ეს ვერ მოხერხდა. ამიტომაც უცხოელი მუსიკოსების ჩამოყვანის იდეა ორგანიზატორებმა მომავალი წლისთვის შემოინახეს. ძალიან დასანანია ის, რომ წინა წელს არ გამოგვივიდა ეს ფესტივალი, მიზეზებს ახლა აზრი არ აქვს თქმას. წელს რა მოახერხეთ, მაინც ეს ფესტივალი შედგება. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო ბევრ ჯგუფს, რომელიც ფიზიკურად უკვე ვეღარ ჩაეტია პროგრამაში, იმიტომ რომ 35 ჯგუფი უკრავს და ფიზიკურად ვეღარ დაეტია. ამდენი ფესტივალმა ვერ დაიტია ამდენი მსურველი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ახალი ჯგუფი გამოჩნდება ამ ფესტივალზე, რომელიც შემდგომ ძალიან საინტერესო და ყველასთვის საყვარელი გახდება და ამას ვემსახურებით ყველა, რომ ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს შეუწყოთ ხელი იმისთვის, რომ თავისი თავი წარმოაჩინონ რა. ყველაზე მაგარი ფესტივალია ვაფშე, იმიტომ რომ მზიურშია და მზიურში კეთდება და ანუ აი ძალით ფესტივალი არ არის და ხალხს უხარია მოსვლა. ეს განწყობა პრინციპს არსად არ არის ხოლმე. აი ეს ბალახი და წვანე ბალახი და ამბავი. თავისებური საქანას. რუსულ სიტყვას ვიხმარ, მაპატეთ დუხი აქვს და კარგი. აქ შესაბამისი პუბლიკა, ანუ იცი რა პუბლიკაც იქნება და ანუ უფრო კონტაქტები და ასე შემდეგ. უფრო ადვილი და კონტაქტები პუბლიკა ვთქვათ აქ. ეს ფესტივალი რო გაკეთდა რა, პირველი ფესტივალი რომ იყო, ყველაზე დიდი რაც გაკეთდა, რომ ქუთაისელი ვარ.
და პირველი კონცერტი ყველა ქუთაისლებს ამ ფესტივალზე მქონდა. ახლა არც დრო არ მქონდა, აქ დამეკრა. რომ მითხრენ, მზიური всё მორჩა რა, მე მინდა რომ აქ ვიყო, იმიტომ რომ ეგ უნდა იყოს ტრადიცია. და ცუდი მოხდება, კარგი მოხდება, მთავარია მუსიკა იქნება და რაღაცა კეთდება აქ, იმიტომ რომ დუმბაძის სული ტრიალებს. მზიური, რომელიც თბილისში ღია ცის ქვეშ ჩატარებული ფესტივალების ესთეტიკის დამკვიდრებაში ერთ-ერთ მთავარ როლს წარმოადგენს, წელს აშკარად კარგად იყო ორგანიზებული. საზაფხულო სეზონის კიდევ ერთი მოვლენა, ახალგაზრდა კადრები დაკომპლექტებული ფესტივალი მზიური დღეს დღის ბოლოს მომავალ წლამდე დაიხურება.